მოგესალმებით, ვიწყებთ გადაცემას მძიმე კაცთან. დღეს ჩვენი სტუმარია დედა სიდონია, როგორ ბრძანდებით? მოგესალმებით მეც. მე მგონი კარგად. წინა სტუმარმა ზურაბ ლეჟავამ კითხვა უნდა დაეტოვებინა, მაგრამ უბრალოდ მოკითხვა გადაეციო. შენ მომდენო სტუმარს და ხო კარგად არისო. რა სასიამოვნოა, როცა ვიღაცა საინტერესოს როგორ არის სხვა. დიდი მადლობა, ვცდილობ რომ კარგად ვიყო. ცხოვრების ეს გზა რატო აირჩიეთ და როდის აირჩიეთ? მე მგონი აღარც მახსოვს იმდენად დიდი დრო ამას მერე გასული. მე ვიყავი სადღაც 16 წლის ჯერ სკოლა არ მქონდა დამთავრებული, რომ ჩემმა დამ და მამამ დაიწყეს ეკლესიაში სიარული. მე ვიყავი ამ დროს კონკავშირის მდივანი და მართლა მეცინებოდა ხოლმე, იმიტომ რომ რაღაც ჩემი და აღარ ცდილობდა რომ დავაჯახებული იყო რაღაც ეზრუნა მასე გარეგნობაზე, ჩაცმაზე და ვერ ხვდებოდი ესე ჩუმად ცოტა არ იყოს ვქიდიკობდი ამაზე გულში. მაგრამ შემდეგ იცით რა იყო, არასდროს არ მიქადაგებდა და აი ამან იქონია ჩემზე გავლენა. არასდროს არ უთქვას ჩემზე რომ აი წამოდი ჩემთან ერთად ეკლესიაში და მამაც თავისით მივიდა, ანუ ეს ჩემი დის გავლენა არ ყოფილა და ძალიან მომხიბლა თუ გავლენა იქონია ჩემზე იცით რამ რომ თვითონ ჩემი დის ცხოვრების წესმა იმდენად კეთილშობილი დღითი დღე უფრო ხდებოდა, იმდენად სხვებზე ზრუნვა გამოიხატა მასში რომ აი ამითი მოიტანამ ჩემამდე თავისი ცხოვრების წესი. როდისმე თუ გქონიათ სინანულის გზნობა ამ გადაწყვეტილების გამო? კი, მქონდა ერთხელ ის იყო ძალიან სასაცილო შემთხვევა. ანუ 17 წელს ვიყავი რომ სტუმრად წავედი ჯერ სამთავროს დედათა მონასტერში, ვხვდებოდი იმას რომ ეს შეიძლება იყოს გადაცება და სულაც არ ყოფილიყო თქვა შემდეგ უკვე ჩემი გზა და უბრალოდ იქ ორი კვირით მაკურთხა მოცხვარმა და მამა გაბრიელი იყო მაშინ ცოცხალი, იყო ძალიან საინტერესო იცით აი ისეთი მონაზვნები იყვნენ ან მორჩილები, აი ყველა მართა გულით გულწრფელად მისული, აი ოაზისი იყო იცით რომ ახსენდება ხოლმე მგონი დღემდე მაგითი ვცოცხლობ რომ ეს ნანახი მაქვს და შემდეგ გალობდნენ არაჩვეულებრივად ხელსაქმე იყო და ძალიან მომეწონა და სტუმრობის შემდეგ უკვე ფაქტიურად ერში აღარც მიცხოვრია თელი ჩემი არსებით ვიყავი მონასტერში იმ მონაზვნებთან და ერთი წლის მისული ვიყავი მონასტერში მეტრაპეზეთ რომ მაკურთხეს და რაღაც იდეალური წესრიგი უნდა ყოფილიყო და კალამი დაუტოვებია ვიღაცას ფანჯრის რაფაზე და ამისთვის მივიღე იღუმენიასგან შენიშვნა და ვეღარ გავუძე იმდენად პასუხისგებლობა მქონდა ბევრი, წავედი იქ წმინდა ნინოს პატარა სამლოცველო რომ არის, შიგნიდან ურდულით ჩავკეტე და იქ პირდაპირ ჭილობსი დამძინებია და ვფიქრობდი რომ ნუ თუ გამიჭირდა ბოლო-ბოლო წავალ, მაგრამ არ წავედი. და ის ხელნაკეთების კეთება როდის დაიწყეთ? სამთავროში მასწავლეს კარგვა, მაგრამ მე ჩემი ახლობლები მეუბნებიან ეხლა რომ ერთხელ ბებიასთან იქ ეზოში გამიკეთებია ის მიწა მომითხრია, იქ ჩამიყრია ის რომ იყო ფერადი ქვები, მოზაიკა რა ერქვა არ მახსოვს და ჩაგვეხედა, ის შუშები ჩამიყრია იქ მინა დამიფარებია და დაარაჯობდი რომ ვინმეს არ დაებიჯებინა, ანუ ეს ქვებთან ყოველთვის მომწონდა როგორც ჩანს. მამა იყო მხატვარი, ანუ ფერებსაც ბავშვობიდან შევეჩვია. მე მონასტერში უკვე ვქარგავდით, მე საბერძნეთში უკვე იქ ტრადიცია აქვს ფერადი ჯვრიანი სამკაულების და აი ეს უკვე მე ნაქარგობად შევიტანე იქ. სანამ ეკლესიაში წახვიდით, რომელ სკოლაში სწავლობდით? მე დავამთავრე თელავის რაიონში კონდოლის საშუალო სკოლა. ისე ვარ წინადიდან წარმოშობით, მაგრამ ჩემი უფროსი და იყო ავად და პირველ კლასში უნდა შევიყვანე ბებიასთან და ისე შემეჩვევენ მე ბებია და ბაბუა და მეც იმდენად მომეწონა იქ რომ იქვე დავამთავრე, აღარ გადავსულა რასაც. რომელ საგანს სწავლობდით კარგად? კარგად სწავლობდი უფრო ჰუმანიტარულს და ასტრონომია მიყვარდა ყველაზე მეტად. სულად რა სწავლობდით? მათემატიკას. იმიტომ რომ მასწავლებელი მოვიჩემე ბავშვობიდან მე მგონი და რაღაც პროტესტი მქონდა. და ფიზიკას სწავლობდი ამ დროს. თქვენთვის პირადად რა არის ღმერთი და რა არის ქრისტიანობა? მოკლედ ვთქვათ.
ჩემთვის ქრისტიანობა არის სწორედ მაცხოვარი ქრისტე ისეთ დროს მოვიდა, როდესაც კაცობრიობა იყო გარკვეულ ჩიხში შესული და იყო ამისი განახლება საჭირო, ასედაც იყო ნაწინასწარმეტყველები. და მე ვფიქრობ, რომ ქრისტიანობა იგივე ადამიანობა, უბრალოდ აი კორექცია შევიდა, იმიტომ რომ ვიცით ძველ აღთქმაში უკვე როგორ ვითარდებოდა. და ჩემთვის არის ქრისტეს მოძღვრება არის სწორი ადამიანობა. და ამიტომ როდესაც ცოტა იქით ან აქეთ ზედმეტობებს გძნობ, მე პირადად ცოტა მაღიზიანებს ხოლმე ეს. და ღმერთთან რო გაქვთ კონტაქტი, ვისთან გაქვთ, რას ხედავთ? რას გზნობთ? იცით, აი სულ თავიდან პირველ რიგში შეხვედრა ჩემი ღმერთთან როგორ მოხდა, მე ხომ არ მწამდა ეს მამა რო დადიოდა ჩემი და რას ვხედავ, იცით, ვიწექი მახსოვს და ძირითადად უსმენდი ხოლმე მძიმე როკს უსმენდი, ისე ვიძინებდი და აღმოვაჩინე რომ ეს ხმაური აღარ მომწონს, ნელ-ნელა რაღაც სიმშვიდე, მაგრამ არაფერი არ ყოფილა, ანუ ინსპირაცია არ ვიცი საიდან იყო ეს, თქვათ, რამ გავლენამ რა მიქონია. და ვიწექი და ისე რაც სიტყვები მახსოვდა ლოცვის, არც ერთი ლოცვა არ ვიცოდი ზეპირად, ისე დავიწყე. და მე მივხვდი ნელ-ნელა რომ უნდა დავდგე და ისე ვესაუბრო ის, ვინც რაღაც ჩემს გულთან ახლოს მოდის და ამას სახეს არც არასოს არ მიძებნია, იცით, ამისი სახელი. არ ვიცი, აი დღემდე ასე მოვდივარ. შეიძლება თუ არა რომ ღმერთს ყავდეს თავის ღმერთი კიდე? არა, ღმერთი აბსოლუტია. ადამიანებიც აი სწორედ წმინდა მამები წერენ რომ სასუფეველი რატომ არ არის მოსაწყენი და ყოველდღიურად ანგელოზებიც კი ანუ რაც არის უფლის ქმნილება სულ ვითარდება დაუსრულებლად ვითარდება იმიტომ რომ უფალი არის აბსოლუტური ამოუწურავი მიუღწეველი და მარადისობაში სულ ვითარდება ადამიანი ამიტომ არც არასდროს არ მოვიწყენთ. ვინ არის ყველაზე ნამდვილი ქრისტიანი ვისაც შეხვედრი ხართ ცხოვრებაში? ჩემთვის ჯერ სანამ მონასტერში წამოვიდოდი იყო აი დღემდე რაღაც ვთვლი რომ მამა და ბიბია უკრაინელი იყო და საოცარითისებები ქონდა ამ ქალს მართლა სულთვიდი აი ჩემთვის ჩემი და იყო მაგალითი აი ვინც იქონია გავლენა ჩემზე ესე მიქადაგა თავისი ხასიათით ჩემთვის საუკეთესო ქრისტიანია დღემდე შემდეგ უკვე მონასტერში ძალიან მართლა ისეთი არჩეულები მონაზონია სამთავროს დეათა მონასტრის იღუმენია ქეთევანი. ნუ პატრიარქი მიყვარდა ძალიან, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ზოგადად ეს ასე იყო და მამა და ეს იყო ჩვენი მფარველი და ეკლესიაში. საბერძნეთში რომ წავედი, იქ ძალიან ბევრი კარგი ქრისტიანი ვნახე, იცით, ანუ ჩემთვის ქრისტიანობა რაც არის, რომ ადამიანმა აი ამ მოძღვრების მიმდევრობით შექმნას თავისი თავი ისეთი, აი როგორც უფალი ამბობს, რომ იმით სცნან უკვე თუ ქრისტესნი ხართ, უკვე თუ რამე თუ ქრისტესნი ხართ, უკვე თუ იყვარებოდეთ ურთიერთას. და მე ქრისტიანი ასეთი მინდა, რომ იყოს ქრისტეს სახე და მიმდევარი. წერალი რომელი მოგწონთ? წერალი ბავშვობაში ვკითხულობდი, ლევ ტოლსტოი მაქვს დაკითხული სრულად. ძალიან მომწონდა ეს გარდატეხის ასაკში, მიყვარდა ზოგადად რუსი კლასიკოსები, გოგოლი მიყვარდა არ ვიცი, დოსტოევსკი. ქართველი მწერლებიდან მიხეილ ჯავახიშვილი. მუსიკოსი, აი რა მუსიკას უსმენთ? ზოგადად მუსიკას რატომღაც იყო მონასტერში აი 10 წელი საერთოდ რადიოც არ მქონია კელიაში იცით მარტო საგალობეს უსმენდი მაგრამ ჩვენთან ხო სხვანაირი მუსიკა აი მე შეიძლება უყურო მზეს ან ციურ სხეულებს და ის ხმა მოდიოდეს თქვა ჩემამდე შეიძლება სინდისის ხმას უსმინო კიდევ არჩეული მელოდია აქვს როდესაც ის გამართულია მაგრამ მუსიკას მე მომწონს ჯაზი შემიძლია მოусმინო არ არის ჩემთვის ხმაური ქართველი კომპოზიტორი და ნუ ბიძინა კვერნაძე მიყვარდა თვითონ ძალიან და შეიძლება ამიტომაც მიყვარს. ფილმი რომელი გიყვართ? გამორჩეულად. ფილმი სიმართლე გითხრათ არ უყურებ ძალიან იშვიათად და აი აღარც მახსოვს. ბატონო. და ადამიანმა რისთვის შექმნა საერთოდ რელიგია და რა მოუტანა ამან კაცობრიობას? მე მგონი რელიგიას შექმნა, როდესაც ვამბობთ, ალბათ ის როდესაც შეაქვთ
დოგმატები ჩემთვის არ არის დოგმატი. ჩემთვის ის არის დაუშვათ როგორც არის კონსტიტუცია არის საჭირო სახელმწიფოში, იმიტომ რომ რაღაც არეგულიროს. ეს არის იმიტომ რომ ჩვენთვისაც შინაგან ის რაც რეალურად არის უკვე ადამიანში ის არეგულიროს, ის კი არა რომ რაღაც შექმნას. ამიტომ თუ რელიგია არ შეგვიქმნია, რელიგია არის ყველა სული გრძნობს რომ რაღაცე ბუნებრივი არსებობს და შესაბამისად რელიგია მე ვთვლი რომ არ შექმნილა. უბრალოდ ისეთ შემაწუხებელია ჩვენთვის მოდი ადამიანებმა არის გაპოლიტიზირებული თუ დაუშვათ იქ რომელიმე ეროვნების ქვეყნის რაღაც მენტალობა ემატება ხოლმე კიდე ზემოდან და მას რელიგიას არქმევენ. ნო. და ისე საერთოდ რა შექმნა ყველაზე მაგარი ადამიანმა? მე მგონი ადამიანს ყველაზე ძლიერი რაც შეუძლია განახორციელოს კი არ შექმნას ეს არის სიყვარული. იმიტომ რომ ერთმანეთს როდესაც სიყვარულს ვაძლევთ, ყველაფრის შექმნა შეგვიძლია მე პირადად ასე ვარ. და სიყვარული რა არის საერთოდ? საიდან მოდის? როგორ სადიბადება? სიყვარული ჩვენ უფლის ხატი ვართ და თვითონ პირველ საწყისიდან მოდის ეს უნდა მოდიოდეს, მაგრამ როდესაც ამას ვთრგუნავთ სიყვარული, არ ვიცი, ზოგჯერ ადამიანები აი სიყვარული კი არ შეიძლება ისე შეგეშინდეს, რომ ყველასგან და ყველაფრისგან გაიქცე. კი ბატონო. ის სიცივიდან სითბოში უფრო გიყვართ შესვლა თუ სიცხიდან სიცივეში? სიცხიდან სიცივეში. და ყველაზე მეტად რისი გაგება გაინტერესებთ? მე ხა გამოფენაზე რომ მივდივარ, იქ ტრანსპორტში რომელიმე ტერორისტი შევხვდება თუ არა. იმიტომ რომ ცხონება ჩემი მომავალი არ მაინტერესებს, რადგან ვიცი რომ ჩემზეა დამოკიდებული როგორ შევქმნი ჩემს მარადისობას. რომ გითხრა რომ მომავალ ცხოვრებაში იქნებიო გრძნობაო. რომელი გრძნობა იქნებოდით? გრძნობა. ეს ხუთი საგრძნობელი რაც გვაქვს თუ როგორც აღვიქვათ გრძნობა? სულერთია. მე მინდა ძალიან ბევრი სიყვარული გავცე. ზოგჯერ ამის გამო იმდენად მე მგონი საქართველოში გადაჩვეულია ხალხის სიყვარულს და რომ შეიძლება უანგაროთ რაღაც გასცე, ან იზრუნო, რომ ძალიან ხშირად გამიგია ხოლმე ვინმეზე ან რამეზე რომ ზრუნავ, რომ სულ სხვა სახელი დარქმევია ამას და ნუ ეს ძალიან მკეტავს და ძალიან მაკომპლექსებს თუ მაუცხოვებს არ ვიცი და ცოტა ხან შემეშინდება ხოლმე, მაგრამ მე ისე ვაგრძელებ ხოლმე რატო ხდება სიყვარული და აი სხვა მინდა რა შეიძლება ბევრი გავცე, აი მიღება შეიძლება არ ცველოდები. აი მიჩევია რომ მომცე საშუალება გავცე ბევრი. რატო ხდება ესე რომ აი სიყვარულის გაცემაც კი რაღაცნაირად? საშიში. ხო. სხვადასხვა ქვეყნებში მე ვერ ვიტყვი რომ ეს არის ჩვენი დროის, იმიტომ რომ იგივე საბერძნეთში მე ბევრად ლაღი ვარ და ეს ძალიან ლოგიკური და ძალიან ბუნებრივია და პირიქით მე ამითი დავიმკვიდრე იქ მინდა გითხრათ. აქაც ნაკლად ითვლება, იქ შეიძლება ღირსება იყოს. თქვენთვის პირადად რაზე მიუთითებს ის, რომ ქვეყანაში, სადაც ამდენი გაჭირვებული ადამიანია, ეკლესია არის ესეთი მდიდარი? იცით, მე სწორედ აი ეკლესიაზე რომ უკვე თითქოს საზოგადოებამ რაღაც გაბედახმის ამოღება ვიყავი რაღაც 1-2 კვირის საბერძნეთიდან ჩამოსული დროებით. და ამ დროს გავაკეთე ის ჩემი პირველი გამოფენა სწორედ რომ ყოფილიყო შრომის და ფერადოვნების აგიტაცია. ანუ შინაგანად როგორც ჩანს მეც პროტესტი გამიჩნდა ამაზე. მე თვითონ არ მომეწონა რა კი ეს დავიწყე ხო, თორე ეს თავის გადარჩენა მე არ მჭირდებოდა, რადგან მე აქ არ ვაპირებდი დარჩენას და ეხაც არ ვაპირებ დარჩენას. ეგეც ისეთია, ხო, ალბათ რა ვიცი, ყველასთვის ცნობილია, რომ ნაწილი ასეა, ნაწილი ისეა. მე პირადად ვისთანაც ვახლობობ, შეხება მაქვს და საერთო ენას ვნახულობ. იგივე უზნაძეზე რომ არის თავარანგელოზის, წმინდა თავარანგელოზის ეკლესია, იქ მამა ალექსანდრე გალდავა აკეთებს და მისი ბრეული ჯერ პურით დაიწყეს უფასო, ანუ უპოვართათვის და ახლა არის სადილები კეთდება უკვე და გასულ წელს იყო 100 ადამიანი და ამიტომ მე მიჩევია რომ ეს დავინახო ხოლმე. რასაც ვერ დავარეგულირებ, იქ რაღაცნაირად მიჩევია რომ მეც 500-ზე არ დავდგე და თქვა თვალი ავარიდო რა. მაგრამ ცუდი ცხოვდა აღნიშნოთ რომ ის ცუდი თქვა აღარ მოხდეს.
ჩემი პოზიცია თქვა იციან რა შეიცვლება ამით, იმიტომ რომ მე მაგალითად წინა გამოფენაზეც ვცადე პირადად მცხვენია ხოლმე, მართლა მცხვენია ხოლმე, იცით რომ მქონდეს რაღაც თანხა და ჩემს გვერდით ადამიანს არ ქონდეს, გულწრფელად ვამბობ, იცით? მე მხოლოდ აუცილებელი ნივთებით შემოვიფარგლები, რომელიც შეიძლება ან მე თვითონ შევიძინო, ან ძირითადად შეიძლება მაჩუქონ. ეს არის ჩემი რაღაცა ძალიან პატარა ჩემოდანი, რაც მჭირდება, ის სულ მინიმუმზე დამყავს. შეიძლება ეს ერთგვარმა იმ პროტესტმაც გამიმძაფრა, მაგრამ ყოველთვის ასე ვიყავი, არ ვიცი. მე მაგათად გავაკეთებდი ამდენი შესაძლებლობები რომ იყოს ძალიან ბევრ ფონდებს, არ ვიცი, ძალიან ბევრი შეგვიძლია რეალურად რომ გავაკეთოთ ერის გადასარჩენად, თქვათ ერის კულტურის განათლების დონის ასაწევად, რომ ხარისხი იყოს და უწმინდესის უბრძანებს ხოლმე რომ ერთ ზოგადად ანალიზია მეტი საჭირო და მეტი წიგნი უნდა ვიკითხოთ და თვითონ იცით არის აი ძალიან მეშინია ხოლმე სიმართლე გითხრათ საპატრიარქოს შევეხო და რატომ იცით რომ უწმინდეს ქონდა სულ სხვა პოზიციები და აი მე როგორი მიმართულება მიიღო თუ დღეს რა არის აი ვერც ვამბობ სულ თავს ვარიდებ უწმინდეს ძალიან ხელს უწყობდა ხელოვნების და მეცნიერების განვითარებას და მე პირადად ამის მოწმე ვარ აი შევსწრებულა ასეთ საუბრებს შეხვედრებს და ძალიან უყვარდა როცა რაღაც ახალს და ამას ვაკეთებდით იცით აი ეს ეფერებოდა ხოლმე მე ეს მახსოვს და ეხა შეიცვალა რამე იცით რა მე პირადად აი მანქანაც კი არასოდეს არ მყოლია არ ვიცი და ეს შემდეგი კითხვაც ალბათ ამ კითხვას უკავშირდება სასულიერო პირები ძალიან ხშირად აკეთებენ რაღაც აგრესიულ არაადეკვატურ განცხადებებს ხო არ უნდა შეიქმნას რაღაც კონტროლის მექანიზმი რომ ყველა არ მოხვდეს ეკლესიაში რატო არ იქნება მე არც ვიცი მე პირადად გასულ წეს 2 წლის უკან იყო აქ საუბრები რელიგიაზე რო იყავი სტუმრად ამის გამო ძალიან ბევრი პრობლემები შემხვდა მე და ძლივს გადაიარა დღესაც ფიქრობდი აქ მოსულიყავი თუ არა მაგრამ მე არც მეშინია არც ვთვლი რომ რამეს ისეც ხარისკოს ვაკეთებ რადგან ჩემთვის ის უფრო ცუდია იცით რომ აი ხალხი არ ვიცი ეს მედია თუ თვითონ ეს ბოროტი ძალა აკეთებს რომ ყოველთვის ცუდს უყურონ და კარგი არ შეამჩნიონ ვფიქრობ რომ უნდა დაბალანსდეს ეს რა ადამიანებმა უნდა იცოდნენ რომ აი თქვა სადაც არის ესეთი ანგარება და ფუფუნება და არ ვიცი რა ქვია ამას მომხეჭელობა შეიძლება რაც მისმის ხოლმე რატომ არის ეკლესიაში იქ გვერდზივე არის ძალიან ისეთი მოღვაწე ასკეტი ბერმონაზვნები რომ საოცრად უანგაროდ გასცემენ და ეხმარებიან მოყვას და მე რაღაც მიჩვევია რომ ეს უფრო გამძაბდეს უფრო გამოიკვეთოს და ამან გადაფაროს საერთოდ იმიტომ რომ აი მე ვთვლი რომ ეს ნამდვილად თუ ჩვენ სასულიერო პირები უფრო მეტად ვიზრუნებთ მათზე. მიგაჩნია თუ არა რომ ქორწინებამდე სექსი არის ცოდვა? ჩვენო სიტყვაზე ისე წითლდებით ხოლმე. ესე ვერ ვიტყვით, იცით, აი მოდით თქვა და ჩემამდე მოვიდა ეს ინფორმაცია, როცა უკვე მომხდარია როგორ უნდა მივუდგე იმ ადამიანს, ხო? რაღაც ისეთია იცით აი მე არ ვეტყვი თქვა თან მღვდელი არ ეტყვის რომ მიდი გააკეთე მაგრამ თუ ეს უკვე დაუშვათ ადამიანებმა თავის თავზე აიღეს და ასე ერჩიათ და ეტაპობრივად მოდის ნუ ეკლესია ხო ძალადობა არ არის არა ვისი სულიც როგორ გძნობს და რასაც განიცდის ისე უნდა იცხოვროს არა შეიძლება რაღაც არასწორით დაიწყოს და მე წმინდანი გახდეს ის ადამიანი ამიტომ ამაზე არ ვაკეთებ ხოლმე ისეთ აქცენტს გეები თუ მიგაჩნიათ ცოდვილებად მე ძალიან ბევრი ახლობელი მყავს მე ეს არ მომწონს ზოგადად, როდესაც თქვათ ეს არის ასეთ კავშირზე მესმის, აი გულახდილად ვიტყვი, ჩემზე სულ სხვანაირად გონიათ, მაგრამ ნამდვილად არ მომწონს. პირადად არ მსიამოვნებს მე. მაგრამ აი დავუშვათ ვიყავს ისეთი ახლობელი, რომელზედაც მსმენია, თქვათ ან თვითონ უთქავს. მე პირადად არ მსიამოვნებს, მაგრამ რა თქმა უნდა, ეს მას არასოს არ უგწნია. არასოდეს არ უგწნია და მე იცით როგორ აი ეს ძალიან მინდა გამოვხატო იცით რა კი მაქვს ახლა საშუალება ერთ-ერთ ახალგაზრდას უთხარი რომ აი რატო გაგიშთა თქო სურვილი რომ ჩემთვის მოგემართა რატო დამირეკე და რატომ თხოვე შეხვედრა თქო შენი პრობლემა ის კი არ არის თქო რომ დაუშვათ შენ როგორც არქმევ ხარ გეი ეს კიდე გასარკვევი არის თუ არა გეი თუ მე ფსიქოლოგებთან მქონია ამ თემაზე
საუბარი და ეს შეიძლება იყოს პროვინციალიზმის გადასაფარად, შეიძლება იყოს დაუშვათ დედას ყავდეს ეს, ხო იცით, ბევრია ძალიან პროცენტულად, ამბობენ რომ 2%-ია სამყაროში, ზოგადად სოფიოში, რომელიც გენეტიკურად იბადება ასე. ან ჯერ კიდევ მიზეზია გასარკვევი, მაგრამ შენ რა გაწუხებს თქო? ანუ შენი არჩევანი არ გაქვს ჯერ გასარკვევი და დისკომფორტს ის გიქმნის თქო, თუ ის რო ხარ გეი. მე სულ სხვა კუთხით მივუდექით, ჩემთვის არის ადამიანის ნებელობა მთავარი და არა ის როგორ რეალისტება. ანუ სინანული არის იქ ადამიანი აკეთებს თუ არა შინაგანად სწორ არჩევანს, თავის თავში ამ არჩევანის გამო კონფლიქტი ხომ არ ექნება. აი ეს არის უფრო მნიშვნელოვანი, როგორც ცოდვა. ანუ თავის თავთან წინააღმდეგობაში არ მოვიდეს, რაც შეცდომაზე მოყვება მერე, თორე და არა ეს გეი, მე ცალკე ამას არ განვიხილავ. ქართულ ეკლესიაში თუ არიან? რა? ქართულ ეკლესიაში. არიან თუ არა? მე მსმენია რომ არიან, დიახ. თუმცა არ ვიცით ჩვენ ეს ნამდვილია თუ არა. ყველას დიდ ცოდვად პირადად თქვენ რა მიგაჩნიათ? მე პირადად რა თქმა უნდა ადამიანები როდესაც ერთმანეთს ღალატობენ და აი სიბოროტე, აი რომ ცუდი ვუსურო სხვას და მე არამც თუ ვუსურო ზიანი მოვუტანო. სხვა ადამიანისთვის ზიანის მოტანა მგონია ყველაზე დიდი ცოდვა. რომელი ორი ადამიანის საუბარს მოусმენდით სიამოვნებით? საქართველოში თუ? სულ ერთია. ხა მაგალითად ობამა მერკელის. კი ბატონო. ერთი წვეთი უკვდავების წყალი რო გქონდეთ, რას უზამდით? შეიძლება წინა კითხვას დავუბრუნდე. იცით რატომ? აი მაგალითად ჩვენ წმინდა მამები რაც მაინტერესებს, იქ დიალოგები არის და შემიძლია წავიკითხო. ანუ ეს არ არის რომ ვინატრო, ასე ვთქვათ. ის შემიძლია დღესვე წავიდე და წავიკითხო. უფრო საინტერესო დიალოგები. კი ბატონო. ხო და ერთი წვეთი რო გქონდეთ უკვდავების წყალი, ერთი ადამიანის სამყოფი რას უზამდით? ვისაც სიცოცხლე სჭირდება ამ ეტაპზე ყველაზე მეტად. ანუ ის ადამიანი სჭირდება ცხებს, ან დაუშვათ თავისი გარდაცვალების რეალობა აგდებს სასოწარკვეთაში, აუცილებლად ეშინია ძალიან, რო არ შეშინებოდა, იმიტომ მივწევდი და არა იმიტომ, რომ ეცხოვრა. იქ გარეგნობით რომელი ქართველი კაცი და ქალი მოგწონთ? ბავშვობიდან მე ვხატავდი სულ ქალებს. ამიტომ ძალიან მომწონს. ну ყოველთვის ლიკა ქავჟარაძეზე ვამბობდი ხოლმე, მაგრამ ეხლა უკვე იმდენია. მე ძალიან მომწონს მაგალითად ახალგაზრდა მოდელია ჩემი ახლობელი ნათია ჩიქოვანი. კაცი? იცით არის კაცს გარეგნობით არ მშვენის ასე ვთქვათ, ხო? მე უნდა მისი თვისებები და ღირსებები თუნდა კაცის ღირსება რა? სამწუხაროდ ახლა არა, ვერავის ვერ დაგისახელეთ, იმიტომ რომ ესეთი ადამიანი რო არსებობდეს, ვისაც თუ რომ ისეთი გამოხატულად ღირსეულია და თქვათ მშვენიერს ქმნის თავის თავს, მაშინ საქართველოსაც უშველიდნენ. კი ბატონო. პატრიარქის განცხადებას როგორ შეაფასებდით, რომ აი ქართველი დედების საზღვარგარეთ წასვლა სამუშაოდ არის მანკიერება? მე არ ვიცი რა იგულისხმა, ამიტომ რაღაც არ დავფიქრდი, იმიტომ რომ შეიძლება უწმინდესმენია ძალიან ბევრი რამ, როდესაც მშობლებისგან მიტოვებული ადამიანები უფრო მეც კარგავენ აქ, ვიც დედის გარეშე იზრდება. ჯობია აკლდეთ დაუშვათ მინიმალური ჰქონდეთ სააზრდოც და ყველაფერი და ჰქონდეთ ის დიდი სითბო, რომელიც არის მშობელი, რომ ამ დროს უფრო უკეთესები იზრდებიან, ვიდრე მატერიალური მდგომარეობა. შეიძლება უწმინდეს ეს тканს გულს და ამიტომ გააკეთა განცხადება. ანუ აქაც დიფერენციაცია უნდა მოხდეს, იცით, ვინ უნდა დარჩეს, ვინ უნდა დაბრუნდეს. ესე ვერ ვიტყვი, რომ ყველა უნდა დაბრუნდეს. ბატონო. თქვენთვის რა არის თავისუფლება და აქვს თუ არა საზღვარი მას? თავისუფლება თვითონ უფალია, ჩვენ ვართ ღვთის ხატი, რას მოიცავს, უკს წარმოუდგენია, რომ ჩვენ ფიზიკურად გავართ უფალს, მაგრამ უფლის წმინდა მამები ასე განმარტავენ, რომ ადამიანი ღვთის ხატი იმითია, რომ მას გააჩნია თავისუფალი ნებელობა, ნებელობა თავისუფლება შესაბამისად, ანუ მე ვირჩევ რა გავაკეთო, რა არ გავაკეთო, ხო? და ერთგან მახსოვს რაღაც ჩემი სოციალურ ქსელში გააზიარეს ჩემი სიტყვები, რომ
რა არის ან თავის უფალი უნდა იყო და იქვე გაჩნდა ესეთი კომენტარები რა თქმა უნდა ესეთი ცალსახა რომ როგორ გეკადრებათ და ეს თავის უფალი იყო და თავის უფალი წარმოიდგინოს რომ მე უნდა ვიყო უფალი ჩემ თავს ეს უფალთან მაშინვე და ზუსტადაც თურმე ლუციფერი გადმოაგდო აი ამან რომ უფლად წარმოიდგინა თავი აი ასეთი ისინია განმარტებების შემდეგ ამ დროს თავის უფალი ჩვენ ასე გვესმის რომ შენს თავზე შენს სურვილებზე უფლებდე შეგეძლოს მართვა შენი სურვილების ეს არის თავისუფლება საზღვარი თუ აქვს რა თქმა უნდა აქვს როდესაც ეს ან საზოგადოება სხვა ადამიანის უფლებების დარღვევამდე შეიძლება მივიდეს იქამდე აუგო საზღვარი ბატონო უნდა იჭერდნენ თუ არა ადამიანებს ნარკოტიკების მოხმარებისთვის როგორ ფიქრობთ ნარკოტიკებს რომელიც მოიხმარს ანუ და არა ის ვიც ასაღებს მე ვთვლი რომ არ უნდა იჭერდნენ რა თქმა უნდა იმიტომ რომ დამოკიდებული ხდება ადამიანი მას პირიქით რეაბილიტაცია გვერდით დგომა სჭირდება და ის უკვე ისედაც გაჭირვებულია და არა მსუ კიდე დაუმატო ზემოდან გაჭირვება თქვენი პოზიცია აი ამ საკითხზე თუ ემთხვევა ეკლესიის პოზიციას მე მგონი კი იმიტომ რომ იქ სადღაც მსმენია რეაბილიტაციის ცენტრი ჰქონდა უწმიდეს გაკეთებული ნარკოტიკზე ანუ დამოკიდებულების კი ბატონო კარგი ჯერ კვერცხი იყო თუ ქათამი ჯერ იყო კვერცხი რატო არ ვიცი აი ასე წარმოვიდგინე ის სატანასთან რო გქონდეთ და კვერცხამდე მაინც ქათამამდე მაინც კვერცხი იყო ხო ის სატანასთან რო გქონდეთ ერთი კითხვის დასმის საშუალება რას კითხავდით არ ენატრება ისაც დაკარგა აი ამათგან ვინ იქნებოდა ყველაზე საინტერესო სასულიერო პირი როგორ ფიქრობთ შეიძლება გამსახურდია რა თქმა უნდა რატო გონიათ ეს ჩინაგანი ადამიანი იყო გამოხატულად პოლიტიკა თუ გაინტერესებთ ისე პოლიტიკა მაინტერესებს რამდენადაც ეხება ერს და ერის ცნობიერებას და ერის განვითარებას რა თქმა უნდა როგორ გავლენას ახდენს დღევანდელ მდგომარეობას როგორ შეაფასებთ პოლიტიკას მოდი ისეთ მე იმას ვიტყვი რომ ესეც ვამბობ რა თქმა უნდა ეს არის ჩემ ძალიან სუბიექტური და შეიძლება იყოს რაღაცის გავლენით ესეთი აზრი ჩამოყალიბებული ამიტომ ვერ ვიტყვი რომ ასია დღეს რაღაც ისეთი უმოქმედობა მეჩვენება თითქოს არაფერი არ ვითარდება ამ დროს თქვათ მეუბნებიან სხვები რომ არა აი ამ სიჩუმეში უფრო მეტი პერსპექტივა რო განვითარდეს იმიტომ რომ აი თუნდაც ის რომ ხა მე ვზივარ და ვსაუბრობ ანუ რაღაც სივრცე ესეთი შეიქმნა ალბათ იცით რომ თვითგამოხატვის ვისაც რა უნდა აკეთებს და ამბობს თუ რაღაც ნუ მე ვისურვებდი რომ ეს იყოს მხოლოდ და მხოლოდ ეტაპი რომ ადამიანებმა ნახონ რომ თქვა სახელმწიფო არაფერს არ გაუკეთებს არც პოლიტიკოსები და თვითონვე უნდა რაღაც შექმნან და განავითარონ. აი ეს ძალიან კარგი ეტაპი იქნება თუ ეს არის. ბატონო. კარგი, შემდეგ სტუმარს დავუტოვეთ რამე შეკითხვა. შემდეგ სტუმარს რა არ მოგწონთ საქართველოში თუ რა არ მოგწონთ საქართველოში. ძალიან დიდი მადლობა რომ მოხვედით. წარმატებებს გისურვებთ. დიდი მადლობა მოწვევისთვის.
თოსაც უშველიდნენ. კი ბატონო. პატრიარქის განცხადებას როგორ შეაფასებდით, რომ აი ქართველი დედების საზღვარგარეთ წასვლა სამუშაოდ არის მანკიერება? მე არ ვიცი რა იგულისხმა, ამიტომ რაღაც არ დავფიქრდი, იმიტომ რომ შეიძლება უწმინდესმენია ძალიან ბევრი რამ, როდესაც მშობლებისგან მიტოვებული ადამიანები უფრო მეც კარგავენ აქ, ვიც დედის გარეშე იზრდება. ჯობია აკლდეთ და უშუალოდ მინიმალური ჰქონდეთ სააზრდოც და ყველაფერი და ჰქონდეთ ის დიდი სითბო, რომელიც არის მშობელი, რომ ამ დროს უფრო უკეთესები იზრდებიან, ვიდრე მატერიალური მდგომარეობა. შეიძლება უწმინდეს ეს тканს გულს და ამიტომ გააკეთა განცხადება. ანუ აქაც დიფერენციაცია უნდა მოხდეს, იცით, ვინ უნდა დარჩეს, ვინ უნდა დაბრუნდეს. ესე ვერ ვიტყვი, რომ ყველა უნდა დაბრუნდეს. ბატონო. თქვენთვის რა არის თავისუფლება და აქვს თუ არა საზღვარი მას? თავისუფლება თვითონ უფალია, ჩვენ ვართ ღვთის ხატი, რას მოიცავს, უქს წარმოუდგენია, რომ ჩვენ ფიზიკურად გავართ უფალს, მაგრამ უფლის წმინდა მამები ასე განმარტავენ, რომ ადამიანი ღვთის ხატი იმითია, რომ მას გააჩნია თავისუფალი ნებელობა. თავისუფალი ნებელობა თავისუფლებაა შესაბამისად. ანუ მე ვირჩევ რა გავაკეთო, რა არ გავაკეთო, ხო? და ერთგან მახსოვს რაღაც ჩემი სოციალურ ქსელში გააზიარეს ჩემი სიტყვები, რომ რა არის ან თავის უფალი უნდა იყო და იქვე გაჩნდა ესეთი კომენტარები, რა თქმა უნდა, ესეთი ცალსახა, რომ როგორ გეკადრებათ და ეს თავის უფალი იყო და თავის უფალი წარმოიდგინოს, რომ მე უნდა ვიყო უფალი ჩემ თავს, ეს უფალთან მაშინვე და ზუსტადაც თურმე ლუციფერი გადმოაგდო აი ამან, რომ უფლად წარმოიდგინა თავი. აი ასეთი ისინია განმარტებების შემდეგ. ამ დროს თავის უფალი ჩვენ ასე გვესმის, რომ შენს თავზე, შენს სურვილებზე უფლებდე, შეგეძლოს მართვა შენი სურვილების, ეს არის თავისუფლება. საზღვარი თუ აქვს? რა თქმა უნდა, აქვს, როდესაც ეს ან საზოგადოება სხვა ადამიანის უფლებების დარღვევამდე შეიძლება მივიდეს, იქამდე აქვს საზღვარი. ბატონო. უნდა იჭერდნენ თუ არა ადამიანებს ნარკოტიკების მოხმარებისთვის, როგორ ფიქრობთ? ნარკოტიკებს, რომელიც მოიხმარს, ანუ და არა ის ვიც ასაღებს. მე ვთვლი, რომ არ უნდა იჭერდნენ, რა თქმა უნდა, დამოკიდებული ხდება ადამიანი, მას პირიქით რეაბილიტაცია, გვერდით დგომა სჭირდება და ის უკვე ისედაც გაჭირვებულია და არა მსუ კიდე დაუმატო ზემოდან გაჭირვება. თქვენი პოზიცია აი ამ საკითხზე თუ ემთხვევა ეკლესიის პოზიციას? მე მგონი კი, იმიტომ რომ იქ სადღაც მსმენია რეაბილიტაციის ცენტრი ჰქონდა უწმინდეს გაკეთებული ნარკოტიკზე, ანუ დამოკიდებულების. კი ბატონო. კარგი, ჯერ კვერცხი იყო თუ ქათამი? ჯერ იყო კვერცხი. რატო? არ ვიცი, აი ასე წარმოვიდგინე. ის სატანასთან რო გქონდეთ? და კვერცხამდე მაინც ქათამამდე მაინც კვერცხი იყო. ხო. ის სატანასთან რო გქონდეთ ერთი კითხვის დასმის საშუალება, რას კითხავდით? არ ენატრება ისაც დაკარგა? აი ამათგან ვინ იქნებოდა ყველაზე საინტერესო სასულიერო პირი, როგორ ფიქრობთ? შეიძლება გამსახურდია, რა თქმა უნდა. რატო? რატო გონიათ? ეს ჩინაგანი ადამიანი იყო გამოხატულად. პოლიტიკა თუ გაინტერესებთ ისე? პოლიტიკა მაინტერესებს რამდენადაც ეხება ერს და ერის ცნობიერებას და ერის განვითარებას, რა თქმა უნდა, როგორ გავლენას ახდენს. დღევანდელ მდგომარეობას როგორ შეაფასებთ პოლიტიკას? მოდი, ისეთ მე იმას ვიტყვი, რომ ესეც ვამბობ, რა თქმა უნდა, ეს არის ჩემ ძალიან სუბიექტური და შეიძლება იყოს რაღაცის გავლენით ესეთი აზრი ჩამოყალიბებული. ამიტომ ვერ ვიტყვი, რომ ასია. დღეს რაღაც ისეთი უმოქმედობა მეჩვენება, თითქოს არაფერი არ ვითარდება. ამ დროს თქვათ მეუბნებიან სხვები, რომ არა, აი ამ სიჩუმეში უფრო მეტი პერსპექტივა რო განვითარდეს, იმიტომ რომ აი თუნდაც ის რომ ხა მე ვზივარ და ვსაუბრობ, ანუ რაღაც სივრცე ესეთი შეიქმნა, ალბათ იცით, რომ თვითგამოხატვის ვისაც რა უნდა აკეთებს და ამბობს თუ რაღაც. ნუ მე ვისურვებდი, რომ ეს იყოს მხოლოდ და მხოლოდ ეტაპი. რომ ადამიანებმა ნახონ, რომ თქვა სახელმწიფო არაფერს არ გაუკეთებს, არც პოლიტიკოსები და თვითონვე უნდა რაღაც შექმნან და განავითარონ. აი ეს ძალიან კარგი ეტაპი იქნება, თუ ეს არის. ბატონო. კარგი, შემდეგ სტუმარს დაუტოვეთ რამე შეკითხვა. შემდეგ სტუმარს
რა არ მოგწონთ საქართველოში თუ კი რა არ მოგწონთ საქართველოში. ძალიან დიდი მადლობა რომ მოხვედით. წარმატებებს გისურვებთ. დიდი მადლობა მოწვევისთვის. რადგან ცოტა მაღიზიანებს ხოლმე ეს. და ღმერთთან რო გაქვთ კონტაქტი, ვისთან გაქვთ, რას ხედავთ? რას გზნობთ? იცით, აი სულ თავიდან პირველი შეხვედრა ჩემი ღმერთთან როგორ მოხდა, მე ხომ არ მწამდა ეს მამა რო დადიოდა ჩემი და რას ხედავ, იცით, ვიწექი მახსოვს და ძირითადად უსმენდი ხოლმე ძიმე როკს უსმენდი, ისე ვიძინებდი და აღმოვაჩინე რომ ეს ხმაური აღარ მომწონს, ნელ-ნელა რაღაც სიმშვიდე, მაგრამ არაფერი არ ყოფილა. ანუ ინსპირაცია არ ვიცი საიდან იყო ეს თქვათ რამ გავლენამ რა მიქონია. და ვიწექი და ისე რაც სიტყვები მახსოვდა ლოცვის არც ერთი ლოცვა არ ვიცოდი ზეპირად ისე დავიწყე და მე მივხვდი ნელ-ნელა რომ უნდა დავდგე და ისე ვესაუბრო ის ვინც რაღაც ჩემს გულთან ახლოს მოდის და ამას სახეს არც არასოს არ მიძებნია იცით ამისი სახელი არ ვიცი აი დღემდე ასე მოვდივარ შეიძლება თუ არა რომ ღმერთს ყავდეს თავის ღმერთი კიდე არა ღმერთი აბსოლუტია ადამიანებიც აი სწორედ წმინდა მამები წერენ რომ სასუფეველი რატომ არ არის მოსაწყენი და ყოველდღიურად ანგელოზებიც კი ანუ რაც არის უფლის ქმნილება სულ ვითარდება დაუსრულებლად ვითარდება იმიტომ რომ უფალი არის აბსოლუტური ამოუწურავი მიუღწეველი და მარადისობაში სულ ვითარდება ადამიანი ამიტომ არც არასდროს არ მოვიწყენთ ვინ არის ყველაზე ნამდვილი ქრისტიანი ვისაც შეხვედრი ხართ ცხოვრებაში ჩემთვის ჯერ სანამ მონასტერში წამოვიდოდი იყო აი დღემდე რაღაც ვთვლი რომ მამა და ბიბია უკრაინელი იყო და საოცრათისებები ქონდა ამ ქალს მართლა სულთვიდი აი ჩემთვის ჩემი და იყო მაგალითი აი ვინც იქონია გავლენა ჩემზე ესე მიქადაგა თავისი ხასიათით ჩემთვის საუკეთესო ქრისტიანია დღემდე შემდეგ უკვე მონასტერში ძალიან მართლა ისეთი არჩეულები მონაზონია სამთავროს დეათა მონასტრის იღუმენია ქეთევანი. ნუ პატრიარქი მიყვარდა ძალიან, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ზოგადად ეს ასე იყო და მამა და ეს იყო ჩვენი მფარველი და ეკლესიაში. საბერძნეთში რომ წავედი, იქ ძალიან ბევრი კარგი ქრისტიანი ვნახე, იცით, ანუ ჩემთვის ქრისტიანობა რაც არის, რომ ადამიანმა აი ამ მოძღვრების მიმდევრობით შექმნას თავისი თავი ისეთი, აი როგორც უფალი ამბობს, რომ იმით სცნან უკვე თუ ქრისტესნი ხართ, უკვე თუ რამე თუ ქრისტესნი ხართ, უკვე თუ იყვარებოდეთ ურთიერთას. და მე ქრისტიანი ასეთი მინდა, რომ იყოს ქრისტეს სახე და მიმდევარი. წერალი რომელი მოგწონთ? წერალი ბავშვობაში ვკითხულობდი, ლევ ტოლსტოი მაქვს დაკითხული სრულად. ძალიან მომწონდა ეს გარდატეხის ასაკში, მიყვარდა ზოგადად რუსი კლასიკოსები, გოგოლი მიყვარდა არ ვიცი, დოსტოევსკი. ქართველი მწერლებიდან მიხეილ ჯავახიშვილი. მუსიკოსი, აი რა მუსიკას უსმენთ? ზოგადად მუსიკას რატომღაც იყო მონასტერში აი 10 წელი საერთოდ რადიოც არ მქონია კელიაში იცით მარტო საგალობეს უსმენდი მაგრამ ჩვენთან ხო სხვანაირი მუსიკა აი მე შეიძლება უყურო მზეს ან ციურ სხეულებს და ის ხმა მოდიოდეს თქვა ჩემამდე შეიძლება სინდისის ხმას უსმინო კიდევ არჩეული მელოდია აქვს როდესაც ის გამართულია მაგრამ მუსიკას მე მომწონს ჯაზი შემიძლია მოусმინო არ არის ჩემთვის ხმაური ქართველი კომპოზიტორი და ნუ ბიძინა კვერნაძე მიყვარდა თვითონ ძალიან და შეიძლება ამიტომაც მიყვარს. ფილმი რომელი გიყვართ? გამორჩეულად. ფილმი სიმართლე გითხრათ არ უყურებ ძალიან იშვიათად და აი აღარც მახსოვს.
ბატონო. და ადამიანმა რისთვის შექმნა საერთოდ რელიგია და რა მოუტანა ამან კაცობრიობას? მე მგონი რელიგიას შექმნა, როდესაც ვამბობთ, ალბათ ის როდესაც შეაქვთ დოგმატები, ჩემთვის არ არის დოგმატი. ჩემთვის ის არის დაუშვათ, როგორც არის კონსტიტუცია, არის საჭირო სახელმწიფოში, იმიტომ რომ რაღაც არეგულიროს. ეს არის იმიტომ რომ ჩვენთვისაც შინაგან ის რაც რეალურად არის უკვე ადამიანში, ის არეგულიროს, ის კი არა რომ რაღაც შექმნას. ამიტომ თუ რელიგია არ შეგვიქმნია, რელიგია არის ყველა სული გრძნობს რომ რაღაცე ბუნებრივი არსებობს და შესაბამისად რელიგია მე ვთვლი რომ არ შექმნილა. უბრალოდ ისეთ შემაწუხებელია ჩვენთვის მოდი ადამიანებმა არის გაპოლიტიზირებული თუ დაუშვათ იქ რომელიმე ეროვნების ქვეყნის რაღაც მენტალობა ემატება ხოლმე კიდე ზემოდან და მას რელიგიას არქმევენ. ნო. და ისე საერთოდ რა შექმნა ყველაზე მაგარი ადამიანმა? ადამიანმა მე მგონი ადამიანს ყველაზე ძლიერი რაც შეუძლია განახორციელოს კი არ შექმნას ეს არის სიყვარული. იმიტომ რომ ერთმანეთს როდესაც სიყვარულს ვაძლევთ, ყველაფრის შექმნა შეგვიძლია მე პირადად ასე ვარ. და სიყვარული რა არის საერთოდ? საიდან მოდის? როგორ სადიბადება? სიყვარული ჩვენ უფლის ხატი ვართ და თვითონ პირველ საწყისიდან მოდის ეს უნდა მოდიოდეს, მაგრამ როდესაც ამას ვთრგუნავთ სიყვარული, არ ვიცი, ზოგჯერ ადამიანები აი სიყვარული კი არა შეიძლება ისე შეგაშინდეს რომ ყველასგან და ყველაფრისგან გაიქცე. ბატონო, ის სიცივიდან სითბოში უფრო გიყვართ შესვლა თუ სიცხიდან სიცივეში? სიცხიდან სიცივეში. და ყველაზე მეტად რისი გაგება გაინტერესებთ? მე ხა გამოფენაზე რომ მივდივარ, იქ ტრანსპორტში რომელიმე ტერორისტი შევხვდება თუ არა. იმიტომ რომ ცხონება ჩემი მომავალი არ მაინტერესებს, რადგან ვიცი რომ ჩემზე დამოკიდებული როგორ შევქმნი ჩემს მარადისობას. რომ გითხრა რომ მომავალ ცხოვრებაში იქნებიო გრძნობაო. რომელი გრძნობა იქნებოდით? გრძნობა. ეს ხუთი საგრძნობელი რაც გვაქვს თუ როგორც აღვიქვათ გრძნობა? სულერთია. მე მინდა ძალიან ბევრი სიყვარული გავცე ზოგჯერ ამის გამო, იმდენად მე მგონი საქართველოში გადაჩვეულია ხალხის სიყვარულს და რომ შეიძლება უანგაროთ რაღაც გასცე, ან იზრუნო, რომ ძალიან ხშირად გამიგია ხოლმე ვინმეზე ან რამეზე რომ ზრუნავ, რომ სულ სხვა სახელი დარქმევია ამას და ნუ ეს ძალიან მკეტავს და ძალიან მაკომპლექსებს თუ მაუცხოვებს არ ვიცი და ცოტა ხან შემეშინდება ხოლმე, მაგრამ მე ისე ვაგრძელებ ხოლმე რატო ხდება სიყვარული და აი სხვა მინდა რა შეიძლება ბევრი გავცე, აი მიღება შეიძლება არ ცველოდე აი მიჩევია რომ მომცე საშუალება გავცე ბევრი. რატო ხდება ესე რომ აი სიყვარულის გაცემაც კი რაღაცნაირად? საშიში. ხო. სხვადასხვა ქვეყნებში მე ვერ ვიტყვი რომ ეს არის ჩვენი დროის, იმიტომ რომ იგივე საბერძნეთში მე ბევრად ლაღი ვარ და ეს ძალიან ლოგიკური და ძალიან ბუნებრივია და პირიქით მე ამითი დავიმკვიდრე იქ მინდა გითხრათ. აქაც ნაკლათი თუება იქ შეიძლება ღირსება იყოს. თქვენთვის პირადად რაზე მიუთითებს ის რომ ქვეყანაში სადაც ამდენი გაჭირვებული ადამიანია ეკლესია არის ესეთი მდიდარი? იცით მე სწორედ აი ეკლესიაზე რომ უკვე თითქოს საზოგადოებამ რაღაც გაბედახმის ამოღება ვიყავი რაღაც 1-2 კვირის საბერძნეთიდან ჩამოსული დროებით. და ამ დროს გავაკეთე ის ჩემი პირველი გამოფენა სწორედ რომ ყოფილიყო შრომის და ფერადოვნების აგიტაცია. ანუ შინაგანად როგორც ჩანს მეც პროტესტი გამიჩნდა ამაზე. მე თვითონ არ მომეწონა რა კი ეს დავიწყე ხო, თორე ეს თავის გადარჩენა მე არ მჭირდებოდა, რადგან მე აქ არ ვაპირებდი დარჩენას და ეხაც არ ვაპირებ დარჩენას. ეგეც ისეთია, ხო, ალბათ რა ვიცი, ყველასთვის ცნობილია, რომ ნაწილი ასეა, ნაწილი ისეა. მე პირადად ვისთანაც ვახლობობ, შეხება მაქვს და საერთო ენამ ვნახულობ,
იგივე უზნაძეზე რომ არის თავარანგელოზის წმინდა თავარანგელოზის ეკლესია, იქ მამა ალექსანდრე გარდავა აკეთებს და მისი ბრეული ჯერ პურით დაიწყეს უფასო, ანუ უპოვართათვის და ახლა არის სადილები კეთდება უკვე და გასულ წელს იყო 120 ადამიანი და ამიტომ მე მიჩევია რომ ეს დავინახო ხოლმე. რასაც ვერ დავარეგულირებ, იქ რაღაცნაირად მიჩევია რომ მეც 500-ზე არ დავდგე და თქვა თვალი ავარიდო რა. მაგრამ ცუდი ცოდა აღნიშნოთ რომ ის ცუდი თქვა აღარ მოხდეს. ჩემი პოზიცია თქვა იციან რა შეიძლება ამით, იმიტომ რომ მე მაგალითად წინა გამოფენაზეც ვცადე, პირადად მცხვენია ხოლმე, მართლა მცხვენია ხოლმე, იცით რომ მქონდეს რაღაც თანხა და ჩემს გვერდით ადამიანს არ ქონდეს, გულწრფელად ვამბობ, იცით? მე მხოლოდ აუცილებელი ნივთებით შემოვიფარგლები, რომელიც შეიძლება ან მე თვითონ შევიძინო, ან ძირითადად შეიძლება მაჩუქონ. ეს არის ჩემი რაღაცა ძალიან პატარა ჩემოდანი, რაც მჭირდება, ის სულ მინიმუმზე დამყავს. შეიძლება ეს ერთგვარმა იმ პროტესტმაც გამიმძაფრა, მაგრამ ყოველთვის ასე ვიყავი, არ ვიცი. მე მაგათად გავაკეთებდი ამდენი შესაძლებლობები რომ იყოს ძალიან ბევრ ფონდებს, არ ვიცი, ძალიან ბევრი შეგვიძლია რეალურად რომ გავაკეთოთ ერის გადასარჩენად, თქვათ ერის კულტურის განათლების დონის ასაწევად, რომ ხარისხი იყოს და უწმინდესის უბრძანებს ხოლმე რომ ერთ ზოგადად ანალიზია მეტი საჭირო და მეტი წიგნი უნდა ვიკითხოთ და თვითონ იცით არის აი ძალიან მეშინია ხოლმე სიმართლე გითხრათ საპატრიარქოს შევეხო და რატომ იცით რომ უწმინდეს ქონდა სულ სხვა პოზიციები და აი მე როგორი მიმართულება მიიღო თუ დღეს რა არის აი ვერც ვამბობ სულ თავს ვარიდებ უწმინდეს ძალიან ხელს უწყობდა ხელოვნების და მეცნიერების განვითარებას და მე პირადად ამის მოწმე ვარ აი შევსწრებულა ასეთ საუბრებს შეხვედრებს და ძალიან უყვარდა როცა რაღაც ახალს და ლამას ვაკეთებდით იცით აი ეს ეფერებოდა ხოლმე მე ეს მახსოვს და ეხა შეიცვალა რამე იცით რა მე პირადად აი მანქანაც კი არასოდეს არ მყოლია არ ვიცი და ეს შემდეგი კითხვაც ალბათ ამ კითხვას უკავშირდება სასულიერო პირები ძალიან ხშირად აკეთებენ რაღაც აგრესიულ არაადეკვატურ განცხადებებს ხო არ უნდა შეიქმნას რაღაც კონტროლის მექანიზმი რომ ყველა არ მოხვდეს ეკლესიაში რატო არ იქნება მე არც ვიცი მე პირადად გასულ წელს 2 წლის უკან იყო აქ საუბრები რელიგიაზე რო იყავი სტუმრად ამის გამო ძალიან ბევრი პრობლემები შემხვდა მე და ძლივს გადაიარა დღესაც ფიქრობდი აქ მოსულიყავი თუ არა მაგრამ მე არც მეშინია არც ვთვლი რომ რამეს ისეც არისკოს ვაკეთებ რადგან ჩემთვის ის უფრო ცუდია იცით რომ აი ხალხი არ ვიცი ეს მედია თუ თვითონ ეს ბოროტი ძალა აკეთებს რომ ყოველთვის ცუდს უყურონ და კარგი არ შეამჩნიონ ვფიქრობ რომ უნდა დაბალანსდეს ეს რა ადამიანებმა უნდა მოგესალმებით, ვიწყებთ გადაცემას ძიმე კაცთან. დღეს ჩვენი სტუმარია დედა სიდონია, როგორ ბრძანდებით? მოგესალმებით მეც. მე მგონი კარგად. წინა სტუმარმა ზურაბ ლეჟავამ კითხვა უნდა დაეტოვებინა, მაგრამ უბრალოდ მოკითხვა გადაეციო. შენ მომდენო სტუმარს და ხო კარგად არისო. სასიამოვნოა, როცა ვიღაცა საინტერესოს როგორ არის სხვა. დიდი მადლობა, ვცდილობ რომ კარგად ვიყო. ცხოვრების ეს გზა რატო აირჩიეთ და როდის აირჩიეთ? მე მგონი აღარც მახსოვს იმდენად დიდი დრო ამას მერე გასული. მე ვიყავი სადღაც 16 წლის ჯერ სკოლა არ მქონდა დამთავრებული, რომ ჩემმა დამ და მამამ დაიწყეს ეკლესიაში სიარული. მე ვიყავი ამ დროს კონკავშირის მდივანი და მართლა მეცინებოდა ხოლმე, იმიტომ რომ რაღაც ჩემი და აღარ ცდილობდა რომ დავაჯახებული იყო რაღაც ეზრუნა მასე გარეგნობაზე, ჩაცმაზე და ვერ ხვდებოდი ესე ჩუმად ცოტა იყოს ვქიდიკობდი ამაზე გულში. მაგრამ შემდეგ იცით რა იყო არასდროს არ მიქადაგებდა და აი ამან იქონია ჩემზე გავლენა. არასდროს არ უთქვას ჩემზე რომ აი წამოდი ჩემთან ერთად ეკლესიაში და მამაც თავისით მივიდა, ანუ ეს ჩემი დის გავლენა არ ყოფილა
და ძალიან მომხიბლა თუ გავლენა იქონია ჩემზე იცით რამ რომ თვითონ ჩემი დის ცხოვრების წესმა იმდენად კეთილშობილი დღითი დღე უფრო ხდებოდა იმდენად სხვებზე ზრუნვა გამოიხატა მასში რომ აი ამითი მოიტანა ჩემამდე თავისი ცხოვრების წესი. როდისმე თუ გქონიათ სინანულის გზნობა ამ გადაწყვეტილების გამო? კი, მქონდა ერთხელ ის იყო ძალიან სასაცილო შემთხვევა. ანუ 17 წელს ვიყავი რომ სტუმრად წავედი ჯერ სამთავროს დედათა მონასტერში, ვხვდებოდი იმას რომ ეს შეიძლება იყოს გადაცება და სულაც არ ყოფილიყო თქვა შემდეგ უკვე ჩემი გზა და უბრალოდ იქ ორი კვირით მაკურთხა მოძღვარმა და მამა გაბრიელი იყო მაშინ ცოცხალი, იყო ძალიან საინტერესო იცით აი ისეთი მონაზვნები იყვნენ ან მორჩილები, აი ყველა მართა გულით გულწრფელად მისული, აი ოაზისი იყო იცით რომ ახსენდება ხოლმე მგონი დღემდე მაგითი ვცოცხლობ რომ ეს ნანახი მაქვს და შემდეგ გალობდნენ არაჩვეულებრივად ხელსაქმე იყო და ძალიან მომეწონა და სტუმრობის შემდეგ უკვე ფაქტიურად ერში აღარც მიცხოვრია თელი ჩემი არსებით ვიყავი მონასტერში იმ მონაზვნებთან და ერთი წლის მისული ვიყავი მონასტერში მეტრაპეზეთ რომ მაკურთხეს და რაღაც იდეალური წესრიგი უნდა ყოფილიყო და კალამი დაუტოვებია ვიღაცას ფანჯრის რაფაზე და ამისთვის მივიღე იღუმენიასგან შენიშვნა და ვეღარ გავუძე იმდენად პასუხისგებლობა მქონდა ბევრი, წავედი იქ წმინდა ნინოს პატარა სამლოცველო რომ არის, შიგნიდან ურდულით ჩავკეტე და იქ პირდაპირ ჭილობსი დამძინებია და ვფიქრობდი რომ ნუ თუ გამიჭირდა ბოლო-ბოლო წავალ, მაგრამ არ წავედი. და ის ხელნაკეთების კეთება როდის დაიწყეთ? სამთავროში მასწავლეს კარგვა, მაგრამ მე ჩემი ახლობლები მეუბნებიან ეხლა რომ ერთხელ ბებიასთან იქ ეზოში გამიკეთებია ის მიწა მომითხრია, იქ ჩამიყრია ის რომ იყო ფერადი ქვები, მოზაიკა რა ერქვა არ მახსოვს და ჩაგვეხედა, ის შუშები ჩამიყრია იქ მინა დამიფარებია და დარაჯობდი რომ ვინმეს არ დაებიჯებინა, ანუ ეს ქვებთან ყოველთვის მომწონდა როგორც ჩანს. მამა იყო მხატვარი, ანუ ფერებსაც ბავშვობიდან შევეჩვია. მე მონასტერში უკვე ვქარგავდით, მე საბერძნეთში უკვე იქ ტრადიცია აქვს ფერადი ჯვრიანი სამკაულების და აი ეს უკვე მე ნაქარგობა შევიტანე იქ. სანამ ეკლესიაში წახვიდით, რომელ სკოლაში სწავლობდით? მე დავამთავრე თელავის რაიონში კონდოლის საშუალო სკოლა. ისე ვარ წინადიდან წარმოშობით, მაგრამ ჩემი უფროსი და იყო ავად და პირველ კლასში უნდა შევიყვანე ბებიასთან და ისე შემეჩვევენ მე ბებია და ბაბუა და მეც იმდენად მომეწონა იქ რომ იქვე დავამთავრე აღარ გადავსულა არასა. რომელ საგანს სწავლობდით კარგად? კარგად სწავლობდი უფრო ჰუმანიტარულს და ასტრონომია მიყვარდა ყველაზე მეტად. სულად რა სწავლობდით? მათემატიკას. იმიტომ რომ მასწავლებელი მოვიჩემე ბავშვობიდან მე მგონი და რაღაც პროტესტი მქონდა. და ფიზიკას სწავლობდი ამ დროს. თქვენთვის პირადად რა არის ღმერთი და რა არის ქრისტიანობა? მოკლედ ვთქვათ. ჩემთვის ქრისტიანობა არის სწორედ მაცხოვარი ქრისტე ისეთ დროს მოვიდა, როდესაც კაცობრიობა იყო გარკვეულ ჩიხში შესული და იყო ამისი განახლება საჭირო, ასედაც იყო ნაწინასწარმეტყველები. და მე ვფიქრობ, რომ ქრისტიანობა იგივე ადამიანობა, უბრალოდ აი კორექცია შევიდა, იმიტომ რომ ვიცით ძველახთმაში უკვე როგორ ვითარდებოდა. და ჩემთვის არის ქრისტეს მოძღვრება არის სწორი ადამიანობა. და ამიტომ როდესაც ცოტა იქით ან აქეთ ზედმეტობებს გძნობ, მე ვიცოდნენ რომ აი თქვა სადაც არის ესეთი ანგარება და ფუფუნება და არ ვიცი რა ქვია ამას, მომხვეჭელობა შეიძლება რაც მისმის ხოლმე რატომ არის ეკლესიაში. იქ გვერდზივე არის ძალიან ისეთი მოღვაწე, ასკეტი, ბერმონაზვნები, რომ საოცრად უანგაროდ გასცემენ და ეხმარებიან მოყვას და მე რაღაც მიჩვევია რომ ეს უფრო გამძაბდეს, უფრო გამოიკვეთოს და ამან გადაფაროს საერთოდ, იმიტომ რომ აი მე ვთვლი რომ ეს ნამდვილად ეშველება თუ ჩვენ სასულიერო პირები უფრო მეტად ვიზრუნებთ მათზე. მიგაჩნია თუ არა რომ ქორწინებამდე სექსი არის ცოდვა? ჩვენო სიტყვაზე ისევ წითლდებით ხოლმე.
ესე ვერ ვიტყვით, იცით, აი მოდით თქვა და ჩემამდე მოვიდა ეს ინფორმაცია, როცა უკვე მომხდარია როგორ უნდა მივუდგე იმ ადამიანს, ხო? რაღაც ისეთია, იცით, აი მე არ ვეტყვი თქვა თან მღვდელი არ ეტყვის რომ მიდი გააკეთე, მაგრამ თუ ეს უკვე დაუშვათ ადამიანებმა თავის თავზე აიღეს და ასე ერჩიათ და ეტაპობრივად მოდის, ნუ ეკლესია ხო ძალადობა არ არის არა, ვისი სულიც როგორ გძნობს და რასაც განიცდის, ისე უნდა იცხოვროს არა, შეიძლება რაღაცა არასწორით დაიწყოს და მე წმინდანი გახდეს ის ადამიანი, ამიტომ ამაზე არ ვაკეთებ ხოლმე ისეთ აქცენტს. კი, მაგრამ გეები თუ მიგაჩნიათ ცოდვილებად. მე ძალიან ბევრი ახლობელი მყავს. მე ეს არ მომწონს ზოგადად, როდესაც თქვათ ეს არის ასეთ კავშირზე მესმის. აი გულახდილად ვიტყვი, ჩემზე სულ სხვანაირად გონიათ, მაგრამ ნამდვილად არ მომწონს. პირადად არ მსიამოვნებს მე. მაგრამ აი დავუშვათ ვიყავს ისეთი ახლობელი, რომელზედაც მსმენია, თქვათ ან თვითონ უთქავს. მე პირადად არ მსიამოვნებს, მაგრამ რა თქმა უნდა, ეს მას არასოს არ უგწნია. არასოს არ უგწნია და მე იცით როგორ აი ეს ძალიან მინდა გამოვხატო, იცით რა კი მაქვს ახლა საშუალება ერთ-ერთ ახალგაზრდას უთხარი რომ აი რატო გაგიშთა თქო სურვილი რომ ჩემთვის მოგემართა, რატო დამირეკე და რატომ თხოვე შეხვედრა თქო. შენი პრობლემა ის კი არ არის თქო რომ დაუშვათ შენ როგორც არქმევ ხარ გეი, ეს კიდე გასარკვევი არის თუ არა გეი თუ მე ფსიქოლოგებთან მქონია ამ თემაზე. საუბარი და ეს შეიძლება იყოს პროვინციალიზმის გადასაფარად, შეიძლება იყოს დაუშვათ დედას ყავდეს ეს, ნუ ხო იცით, ბევრია ძალიან პროცენტულად, ამბობენ რომ 2%-ია სამყაროში, ზოგადად სოფიოში, რომელიც გენეტიკურად იბადება ასე. ან ჯერ კიდევ მიზეზია გასარკვევი, მაგრამ შენ რა გაწუხებს თქო, ანუ შენი არჩევანი არ გაქვს ჯერ გასარკვევი და დისკომფორტს ის გიქმნის თქო, თუ ის რო ხარ გეი. მე სულ სხვა კუთხით მივუდეგით, ჩემთვის არის ადამიანის ნებელობა მთავარი და არა ის როგორ რეალისტება. ანუ სინანული არის იქ ადამიანი აკეთებს თუ არა შინაგანად სწორ არჩევანს, თავის თავში ამ არჩევანის გამო კონფლიქტი ხომ არ ექნება. აი ეს არის უფრო მნიშვნელოვანი როგორც ცოდვა. ანუ თავის თავთან წინააღმდეგობაში არ მოვიდეს, რაც შეცდომაზე მოყვება მერე, თორე და არა ეს გეი, მე ცალკე ამას არ განვიხილავ. ქართულ ეკლესიაში თუ არიან? რა? ქართულ ეკლესიაში. არიან თუ არა? მე მსმენია რომ არიან, დიახ. თუმცა არ ვიცით ჩვენ ეს ნამდვილია თუ არა. ყველას დიდ ცოდვად პირადად თქვენ რა მიგაჩნიათ? მე პირადად რა თქმა უნდა ადამიანები როდესაც ერთმანეთს ღალატობენ და აი სიბოროტე, აი რომ ცუდი ვუსურო სხვას და მე არამც თუ ვუსურო ზიანი მოვუტანო. სხვა ადამიანისთვის ზიანის მოტანა მგონია ყველაზე დიდი ცოდვა. რომელი ორი ადამიანის საუბარს მოусმენდით სიამოვნებით? საქართველოში თუ? სულ ერთია. ხა მაგალითად ობამა მერკელის. კი ბატონო, ერთი წვეთი უკვდავების წყალი რო გქონდეთ, რას უზამთრით? შეიძლება წინა კითხვას დავუბრუნდე. იცით რატომ? აი მაგალითად ჩვენ წმინდა მამები რაც მაინტერესებს, იქ დიალოგები არის და შემიძლია წავიკითხო. ანუ ეს არ არის რომ ვინატრო, ასე ვთქვათ. ის შემიძლია დღესვე წავიდე და წავიკითხო. უფრო საინტერესო დიალოგები. კი ბატონო. ხო და ერთი წვეთი რო გქონდეთ უკვდავების წყალი, ერთი ადამიანის სამყოფი რას უზამთრით? ვისაც სიცოცხლე სჭირდება ამ ეტაპზე ყველაზე მეტად, ანუ ის ადამიანი სჭირდება ცხებს, ან დაუშვათ თავისი გარდაცვალების რეალობა აგდებს სასოწარკვეთაში, აუცილებლად ეშინია ძალიან, რო არ შეშინებოდა, იმიტომ მივწევდი და არა იმიტომ, რომ ეცხოვრა. გარეგნობით რომელი ქართველი კაცი და ქალი მოგწონთ? ბავშვობიდან მე ვხატავდი სულ ქალებს. ამიტომ ძალიან მომწონს. ну ყოველთვის ლიკა ქავჟარაძეზე ვამბობდი ხოლმე, მაგრამ ეხლა უკვე იმდენია. მე ძალიან მომწონს მაგალითად ახალგაზრდა მოდელია ჩემი ახლობელი ნათია ჩიქოვანი. კაცი? იცით არის კაცს გარეგნობით არ მშვენის ასე ვთქვათ, ხო? მე უნდა მისი თვისებები და ღირსებები თუნდა
კაცის ღირსება რა. სამწუხაროდ ახლა არა, ვერავის ვერ დაგისახელეთ, იმიტომ რომ ესეთი ადამიანი რო არსებობდეს, ვისაც თუ რომ ისეთი გამოხატულად ღირსეულია და თქვათ მშვენიერს ქმნის თავის თავს, მაშინ საქართველოს